საქართველომ რუსეთის ფედერაციას ევროსასამართლოში სახელმწიფოთა შორის დავა მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის 6 მუხლი დაარღვია. მათ შორისაა მეოთხე მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას კრძალავს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით 130 ქართველი იქნა დეპორტირებული. კონსტიტუციის 42 მუხლში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს. ორგანიზაციის ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი ფიქრობს, რომ მიღებულ თანხას ქვეყნის ხელისუფლება დაძარალებულ მოქალაქეებზე გასცემს. ამ გადაწყვეტილებით აღნიშნულია ის, რომ კომპენსაციას რასაკვირველია მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და შემდეგ უკვე ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება ამ კომპენსაციას სავარაუდოდ ეს ჩემი მოსაზრება მხოლოდ გასცემს მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ზიანი მიადგათ ამ გაძლიერების შედეგად.